ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დარბაზში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია სახელწოდებით გააზიარა იდეა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით შედგა. კონფერენციაზე მოსწავლეებმა საკმაოდ საინტერესო იდეები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. ზოგად საგანმანათლებლო სკოლა და ზოგადად სკოლა არის კომპლექსური შემადგენელი ადგილი, სადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოსწავლეები და ისინი თავისი უნარების განვითარებას ხელს უწყობენ მასწავლებლების დახმარებით. მე მინდა ესე იყოს პრინციპი აგებული სკოლის, რომ სკოლა იყოს მოსწავლის და ადგილი, სადაც მას მიუხარია და სადაც მის იდეებს აფასებენ. აი ამ აზრთა ჭიდილში გაგვიჩნდა ესეთი აზრი, რომ მოდი გავაკეთოთ მოსწავლეთა კონფერენცია და დღეს არის სწორედ ეს დღე, სადაც ჩვენ ვაძლევთ მოსწავლეებს შესაძლებლობას წარმოადგინონ საკუთარი საგანმანათლებლო იდეები, ანუ როგორ უყურებენ სასწავლო პროცესს, რას შეცვლიდნენ სწავლებაში, რომ ისწავლონ უკეთ. ყველა დღევანდელი იდეა მოსწავლეების სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ჩვენ აქ ვნახავთ ყველაზე პატარა მეოთხე კლასელებს და ყველაზე უფროსებს მე-12 კლასელებს, ანუ ამათ შორის წარმოდგენილია ყველა ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც დღეს აქ ჩვენ ძალიან ინოვაციურ, ძალიან შთამბეჭდავ, მათ შორის ტექნოლოგიურ, საგანმანათლებლო იდეებს გაგვაცნობენ და რაც თავარია გაუზიარებენ მეგობრებს, გაუზიარებენ სკოლებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღის ბოლოს ძალიან ბევრი იდეა გადაკოპირდება, ასე ვთქვათ, გადავა სხვა სკოლებში. წარმატება ყველას და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც განსაკუთრებით სკოლებს და ბავშვებს, ვინც ამ იდეის განხორციელებაში დაგვეხმარა. მჯერა, რომ მსგავს ტიპის აქტივობები ნამდვილად მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია უკეთესი გარემოს ფორმირების პროცესში. დღესაც ძალიან ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილე გავხდა. შევეცადე, რომ ჩემთვის ორი მნიშვნელოვანი პროექტი წარმომედგინე და იმედი მაქვს, ეს ყოველივე უფრო მრავალფეროვანს გახდის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთის საგანმანათლებლო სისტემასაც. დღეს წარმოდგენილი მქონდა საგანმანათლებლო თამაში ვენჩურვილი, რომელიც ეხება სამეწარმეო განათლებას, მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის სამეწარმეო განათლება და საკუთრივ პროცესი გახადოს უფრო მეტად საინტერესო და სახალისო. ასევე ჩემი თამაშის დახმარებით მოსწავლეები იმაღლებენ კონკურენტულ უნარიან გარემოში მუშაობის განწყობას, ასევე ახერხებენ რომ ისწავლონ გუნდური მუშაობა და ასევე ისწავლიან საფუძვლებს თუ როგორ დაიწყონ ბიზნესი, როგორ მართონ თავიანთი კაპიტალი, რესურსები და ასე შემდეგ. დღევანდელ კონფერენციაზე წარდგენილი მაქვს საომავლო პროფესიებთან დაკავშირებით პრეზენტაცია. ვფიქრობთ, რომ პროფესიები, რომლებიც დღესდღეობით ესე რომ ვთქვათ, უკანა პლანზეა დაყენებული და არ არის აქტუალური, მაგრამ მოთხოვნადია ბაზარზე და ხშირია მათ გამოყენება. ვფიქრობთ, რომ ჩემი ვიდეოს და პრეზენტაციის მეშვეობით ადამიანებს გავაცნობ ამ პროფესიებს, უფრო მეტ ინფორმაციას მივაცვლო და დავაფიქრებ იმაზე, რომ გაახდნენ ამ პროფესიის წარმომადგენლები. უფრო კონკრეტულად დღეს ვაკეთებ იხტიოლოგიაზე, პროფესიაზე, რომელიც თევზებს უკავშირდება და უფრო მეტად, უფრო კონკრეტულად მოიცავს თევზის გაშენებას, ქვირითის გამოღებას და ასე შემდეგ. დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე მრავლადაა სათევზო მეურნეობები, მაგრამ სამწუხაროდ კვალიფიციური კადრი არ გვყავს და საქართველოს ბაზარზე რთულია კვალიფიციური კადრის და კვალიფიციური ცოდნის მიღება. ღონისძიების პარალელურად აქვე გაიმართა სასკოლო მეწარმეობის კლუბების გამოფენაც.